და კვლავ საქართველოს შესახებ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი დღეს ფოთში იმყოფებოდა გურამ ოდიშარია მაჟორიტარ დეპუტატთან და ადგილობრივ ხელისუფლების წევრებთან ერთად საკათედრო ტაძარი, მშენებარე თეატრი და სხვა კულტურული ობიექტები დაათვალიერა. იგი კულტურის სფეროში მოღვაწე ადგილობრივებსაც შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო. ზღვის კულტურის უძველესი ქალაქი ღირსია, რომ ბევრად უფრო მეტი საშუალებები ჰქონდეს აქაურ მაცხოვრებლებს კულტურისა და ხელოვნებით რომ დაადგნენ. მოვინახულებთ აბსოლუტურად ყველას. აქ არ იქნება სამხატვრო სასწავლებელი, ბავშვთა სამხატვრო სასწავლებელი, ფოლკლორის ცენტრი, რა ვიცი, ყველაფერი რაც აქ ხო რითაც მდიდარი იყო. ჩვენ დავიწყეთ ნიკოლაძის კოშკიდან პრობლემების გაცნობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნიკოლაძის კოშკი აღდგეს, მას უნდა დაუბრუნდეს და უნდა ჰქონდეს მუზეუმის სტატუსი. პირველი ბიბლიოთეკა იყო ფოთში, საბავშვო ბიბლიოთეკა, რომელიც დღეს ასევე სავალალო მდგომარეობაშია. ყველა პრობლემა, რაც კითხეს ქალაქში კულტურული თვალსაზრისით არსებობს, ყველას გავაცნობთ სამინისტროს და დავიწყებთ ამ პრობლემების მოგვარებას. ჩვენ მოვინახულეთ ყველა ის კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც გააჩნია ჩვენს ქალაქს და მთლიანად ჩვენს ქვეყანას. გავიცანით იქ არსებულ პრობლემებს და ბატონი მინისტრი დაგვირდა ამ პრობლემების მოგვარებას.